ნანა ცეცხლაძე 8 წლის. სწავლობ მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, კითხვა, ყინულზე სრიალი და საჭმელების გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ ნაპერწკალში. მახსოვს პირველ დღე რომ ნაპერწკალში მივედი. მარტო ჩემი დას ვეცნობდი და ცოტა ნერვიულობდი. ჯერ გავიცანი ბავშვები და შემდეგ მასწავლებლები. ყავს 2 ქორეოგრაფი, თეონა მასწავლებელი და გოგიტა მასწავლებელი. უფრო მხიარულია გოგიტა მასწავლებელი. თეონა მასწავლებელიც კარგია, მაგრამ სერიოზული. ჩემი საყვარელი ცეკვაა კოხტა გოგო. საყვარელი ილეთია ეს. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს პარიზში. მაგ კონცერტზე მინდა მეცვას გრძელი წითელი კაბა. კაბას უნდა ქონდეს შავი კამარი. ნაპერწკალში გოგოებით ცეკვავთ და ბიჭებიც. ბიჭების ცეკვა უფრო ძნელია და კიდევ კარგი რომ ბიჭი არ ვარ. ჩემი გეგმა რომ კიდევ ვიცეკვავ 10 წელი. მერე გამოვალ ანსამბლიდან, მაგრამ სულ მეყვარება ცეკვა. მე ასევე ძალიან მეყვარს კითხვა. კითხვა შემაყვარა ჩემმა ბაღის მასწავლებელმა. ვიკითხავდა ზღაპრებს და მოთხრობებს და მეც მინდოდა რომ მისწავლა. მე ვარ ნიჭიერი გოგო და ადვილად ვისწავლე ასოები. ჩემი საყვარელი ასობგერა ა. არ მომწონს გ, იმიტომ რომ მსუქანია. ჩემი პირველი წიგნი იყო მეთევზე და თევზი. ეს წიგნი წავიკითხე 6 წლის ასაკში. ახლა უკვე მაქვს წაკითხული 10 წიგნი. ჩემი საყვარელი წიგნია რამპუნცელი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთ ლამაზ გოგოზე. ეს ლამაზი გოგო ვიქნებოდი მე. ჩემს ოჯახში მეც ლამაზი ვარ, დედიკოც ლამაზი, ჩემი დაც ლამაზია და მამა არის სიმპათიური. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა. ჩემი დედიკო არის ტყუპისცალი და ქვია ნინო. ის არის ლამაზი, ძალიან პრანკია და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის როცა გადაწერის საშუალებას ან მაძლევს. ჩემი აზრით ნინო რომ გაიზრდება გამოვა კულინარი. სხვათა შორის საჭმელების გაკეთებაც მეც ძალიან მეყვარს. პირველად რომ საჭმელი გავაკეთე ვიყავი 3 წლის. ეს საჭმელი იყო ხინკალი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა. კიდე რა შემიძლია და ვადუღებ გემრიელ ყავას, რომელსაც წიამოვნების სვამს დედიკო და მამიკო. მამიკო არის სიმპათიური, მზრუნველი და ჭკვიანი. დედიკოც არის მზრუნველი, ლამაზი და საყვარელი. მეყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი მასწავლებლები და კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე ჭკვიანი არის დია ლამპარაძე. ყველაზე ცელქრია ლიზი კონცელიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნუცა ინაშარიძე. მე ვარ ყველაზე მხიარული და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია რუსუდან მეფარიშვილი. იმიტომ რომ არის თბილი, მზრუნველი და ისე გვექცევა რომ თითქოს მისი შვილები ვართ. მეყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმია ბალერინა. ბალეტზე სულ მიდოდა შესვლა, მაგრამ შემეყვანეს ყინულის სასახლეში. კიდევ კარგი იგვასწავლიან ბალეტის ინერტებს. ჩემი დისგან განსხვავებით არ ვიქცევი და კარგად ვსრიალებ. მე მინდა გავხდე საქართველოს ჩემპიონი. ჯადოს ნურჯოხი რომ მქონდეს კობაჩენთი ცოცხალ სტიჩს. მოგზაუროთ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. დინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ნანა რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ნანა დამარქვა მამიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნანა რომ არ მერქვას ალბათ მერქმეოდა ლანა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის iPhone 17. ბედნიერება არის ცეკვა და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.